მე, როდესაც იმერეთ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდით, 94 წელი იყო, ეს სრული განუკითხაობის პერიოდია, როდესაც დავალება მივიღე ცენტრალური ოფისიდან, რომ ჭიათურაში შევსულიყავი და მე შევედი 30 კაციანი ჯგუფით, დავიქირავე იქ, სრულიად ახალი რამე გავაკეთე, დავიქირავე სასადილო და ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა, უზარმაზარი კონტროლი მქონდა, რომ არაფერი არ მომხდარიყო, იმიტომ რომ კონტროლი როგორ იყო აღქმული, ესე იგი შედიან, ფულს აკეთებენ, გამოდიან, ხო? ამას მე ვერ დაუშვებდი და ეს იყო ჩვენ რო შევედით ჭიათურაში, იყო 4 თვე პური არ იყო გამომცხარი. წარმოიდგინეთ, ეს ერთი ულამაზესი, საოცრად კარგი ქალაქი, ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი საქართველოს პირობებში იყო პარალიზებული, ჩვენ კომპლექსური შემოწმება გავაკეთეთ. რატომ გეუბნებით, ჭიათურ-მანგანუმი ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იყო ცხადია, თუმცა ყველაფერს შევეხეთ. ყველა მაღარო მაქვს ჩემი ფეხით დავლილი. ყველაფერი ვიცი ბუღალტერიის დონეზე რა იყო, ვიცი პრობლემები, ვიცი სოფლები, ვიცი შიგნით მდგომარეობა. ფანტასტიკური ხალხი ცხოვრობს ჭიათურაში. ეს ზემოიმერლები ცოტა სხვანაირი ხალხია, ხო? არ მინდა იმ ბიწაძეების და ამგენზე ვისაუბროთ, ეს შემთხვევითი არ არის იქედან რო არიან. შემდეგ კომიტეტის ხდომა როცა იყო, ადგილობრივებმა მოახერხეს ისე, რომ მთელი ჭიათურის რაიონში ტელევიზიით გადაიცემოდა კონტროლის პალატის ხდომა, კომიტეტის ხდომა. მიხდით, რა იქნებოდა ეს 94 მთელი რაიონი მიჯაჭვული იყო ტელევიზია. მე რაც იქ აღმოვაჩინე, 2 მილიარდ 400 მილიონი მანეთი გადატვირთული წლებით რუსეთში დასაწყობებული მთებად, მაგრამ ამათ გროში არ ქონდათ მიღებული. ხელფასები არ გაიცემოდა. შემდეგ მოხდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მე ვახდი ამერიკულ ჯგუფს სიეტლიდან, რომლებსაც ჭიათურისა და ზესტაფონის ერთობლივად შეძენა სურდათ და ერთხელ გონი ვახსენე ეს და საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ სისულელემდე მიყვანილი ქცევა ჩაიდინა, როდესაც ამერიკელები არ შემოუშვა ამაში, დღეს სხვა დონე იქნებოდა. მერე ამ პლანურმა მმართველობამ ადგა მერე და სააკაშვილმა ეს კოლომეისკის მისცა, კოლომეისკი რისი გამკეთებელია უკრაინაში, ძარცველი იყო, ერთი ოლიგარქი, უპასუხისგებლო, საქართველოში კარგს რაც დაარქმევთ. ნახეთ, ჭიათურის თავისებურება რა არის? იცით, ყველაფერი მიბმულია ჭიათურ-მანგანუმზე. მონო საწარმოოზე მიბმული ქალაქია. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური პრაქტიკა და გამოცდილება გეუბნება, რომ იმისათვის, რომ შენ სოციალური მდგომარეობა არ დაგიმძიმდეს, შენ ქალაქს ხურავ, ქალაქი გინდა გააუქმო, მაშინ რა ხელისუფლება გავშენ და რაღაც სიცრულელურ საბაზრო რამეებზე მეტყვით, სხვანაირი პრაქტიკა არსებობს სოფლიოში, როდესაც ხდება მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება ასეთი, რომ თანდათანობით შესაძლებელი იყოს პრობლემის მოხსნა. საქართველოს ხელისუფლებებმა დაიკიდეს ფეხებზე ჭიათურ-მანგანუმით, ისევე როგორც ზესტაფონის სფერო შენადნობით, კლანების ხელშია. დაიკიდეს ფეხებზე ჭიათურელი და ზესტაფონელი. როდესაც ამერიკელები ზესტაფონის ქარხანას ათვალიერებდნენ და ინჟინრებს გაესწავლნენ, კაცმა მითხრა სიეტლიდან, ეს რადონის სპეციალისტები ყოფილადო აქ. წარმოგიდგენიათ, განადგურებულ გარემოში ხალხი მუშაობდა და პირველი ფერადშენადნობით ჩვენ გავაკეთეთ, როგორ უთხრეს იმათმა, გაგიჟდა ამერიკელი, მე მეგონა ჩვენ გავაკეთეთ ესო პირველადო გაცილებით გვიან. რატომ გეუბნებით ამას? ჭიათურა ხელისუფლებების უპასუხისმგებლო
დამოკიდებული ადექი და ბოლო თუ რაიმე გადაიხადა იმ კაცმა გადაუხადე ის და წამოიღე ეს და შენ ქალაქს მიხედე დროებით აიღე შენ თავზე პასუხისმგებლობა მოძებნე სერიოზული მართველი ჯგუფი საქართველოში რომელიც შეძლებს ამ შეიძლება ეფექტური იყოს სახელმწიფოს ნაციონალიზაციის პირობებში. არა, მოდი კიდე გეუბნებით, ეს არ ნიშნავს, გინდა თუ არა, მაინდა-მაინც სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოთავ. ცოტა უნდა იფიქრო, ხურავ ქალაქს, მე უფრო სხვა რამე მგონია. მაშინ როცა ყაჩაღობა იყო დაწყებული და სოფლებს ძირს უთხრიდნენ, არაერთი სახლი ინგრეოდა. მე ეჭვი მაქვს ეხლა რომ ჭიათურის პარალიზება იქნება დაკავშირებული გარკვეულწილად იმასთან რომ თუ ყველაფერი გაჩერდა უძრავი ქონება ჭიათურის ცენტრს თუ ნახავს ვინმე და ქალაქის განლაგებას თუ იქ სამუშაო ადგილი არ იქნა მოხდება კერძო სექტორში ბინების ფასის გაუფასურება. მას აუცილებლად გაუჩნდება მყიდველები ჩალის ფასად, ისევე როგორც იყო თავის დროზე ტყიბულში, ესაც ხელისუფლების უპასუხისმგებლო შედეგი იყო, იქაც ყველაფერი, ყველა შახტში ვარ დამყოფი და ყველაფერი დანახი მაქვს, როგორ შრომობდნენ დილით ისე მოვედი და ჩავედი შახტში, საჭმელი არ მქონდაო, ასე გითხრა. იქ ბუშება. გამიგეთ როგორი სიტუაციები მაქვს ნანახი და რა დონეზე მაქვს ყველაფერი, ესე იგი შესწავლილი და მე ვფიქრობ რომ რაკნას ადამიანმა როგორ ირჩინოს თავი, ისინი გაყიდიან, ალბათ ესაა გათვლა, იმიტომ რომ შემდეგ თუ დაცარიელდება და გროშის ფასად იქნება ეს ყველაფერი შეძენილი, მთლიანად გადათხრიან ამ ჭიათურის მიმდებარებს და იმ მადანს დარჩენილს გამოიღებენ უკვე გროშების ფასად. ამნაირი ხელისუფლების ფარგლებში ეს შესანიშნავი ქალაქი შეიძლება დაიხუროს, ან გაუსაძლის იმ დგომ კიდე გეუბნებით, ეხლა ვინ იყიდის ჭიათურაში ბინას, თუ სამუშაო ადგილი არ არის. კი მაგრამ საჭმელი ხო გინდა, ოჯახი ხო გინდა, რაღაც ხო გინდა რომ შემოსავალი გქონდეს. ამიტომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების უსუსური პოლიტიკის შედეგი და ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იმ უნივერსიტეტებში გამოცდილი ხალხი ხელმძღვანელობს, რომლებსაც ეკონომიკა დაახლოებით იციან, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. თუ ვინმეს გეწყინებათ, საჯაროდ დაგიჯდებით და რა დონის ეკონომიკა იცით, იმასაც დაგანახებთ თქვენ ყველასთან ერთად. რასაც აკეთებთ, ცდარი პოლიტიკა, ეკონომიკის მეცნიერების თვალსაზრისით, პრაქტიკული მაკროეკონომიკური პოლიტიკის და თუნდაც სამრეწველო პოლიტიკის თვალსაზრისით, ეკონომიკის მიმართულების თვალსაზრისით, თქვენ ვიცი ეკონომისტები ხართ, დრაივერი ეკონომიკისა ტურიზმიაო, იძახით, თქვენ ვინახართ მიხარი? თქვენ საერთოდ იცით ეკონომიკა? ვისი დრაივერი შეიძლება იყოს ტურიზმი, როცა სულ სხვა რაღაცეებია. ბატონ დებურ, აი ახლა ამ შემთხვევაში. მოდით უპასუხებთ. დიახ. ეს არის უმტკივნეულესი საკითხი, ამოჭირდება გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით, მიდგომა რომ 3500 კაცი ჭიათურაში რჩება უმუშევარი. სად უნდა დასაგდეს 3500 კაცი ჭიათურაში? დაიცალოს უნდა ჭიათურამ. ესე იგი უნდა დაიცალოს. ესე იგი ეს ვიღაცის ინტერესებშია. ამიტომ ამ შემთხვევაში დაუშვათ არ არის ეს სცენარი, რაზეც თქვენ საუბრობთ. სახელმწიფო ხომ არის ვალდებული ჩაერიოს და მოკითხოს იმ კომპანიას, რომლის მფლობელობაშიც არის ახლა ეს მაღაროები და ეს გადამუშავების პროცესი მთლიანად,
როგორ ვთქვათ, რამდენად სწორად იმართება, ხომ არ არის, ვთქვათ, რაღაც, აი, სახელმწიფო რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთ სიტუაციაში ჩაერიოს, მე მაგალითად აუდიტის მეშვეობით, ვთქვათ, არა, იქნება აკოტრებს კომპანიას მოდით ასე მიზანმიმართულად. დიახ. მოდით ასე გავაკეთოთ. ეხლა ხელისუფლებას აქვს ჩარევის საშუალება, მას შეუძლია მმართველი შეიყვანოს, გაკოტრების პირას დააყენოს ესენი, პროცედურები გაკოტრების აიქნება და შემდეგ მოხდება ის რეორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს. ეს არ იცის ტექნიკის საქმე, ეს არ არის პროფესიულად რაიმე რთული საკითხის, მაგრამ აქ მთავარია პოლიტიკური ნება, რისი აქვს ხელისუფლება. ამ სიტუაციიდან გამოსვლა იოლად შეიძლება წმინდა პროფესიული თვალსაზრისით გეუბნებით, შეუძლებელია რომ მარგანეცი იყოს წამგებიანი, სხვა რაღაც ხდება და რატომ თხოვთ თქვენ ვიღაც ყაჩაღის, უკრაინელი ყაჩაღის პატრონობით ჭიათურ მანგანუს ჭიათურის სოციალურ მდგომარეობაზე იფიქროს, ქალაქზე იფიქროს. ინფრასტრუქტურაზე რა შეაინტერესებს მას? ალბათ იაფიჯდება თუ სახლების ქვეშ დათხრიან ამ იმას და არ გადაუხდიან კომპენსაციას ამ სახლის მეპატრონეებს, ხო? ეს იაფიჯდება. როგორ აიცით? ალტერნატივა რა არის? მე არ ვიცნობ ამ ისეთი რომ ზოგიერთი ადგილებია ისეთი რომ საერთოდ ზედაპირული დამუშავება შეიძლება. თუ აყრი ამ მოსახლეობას, ხო. მე ერთადერთი მახსოვს მაღაროები არ იქნება საჭირო ბევრ ნაწილში. დიახ. და ხა მაღარო შენახვა ძვირიჯდება გასაგება. მე მახსოვს ძალიან ბევრი მოსახლე ჩიოდა, სასამართლოებიც მოიგო რამდენიმე მათგანმა, როდესაც უბრალოდ კედლები ჩამოენგრათ, იმიტომ რომ იმდენი ხარეს უამრავი და ანუ სიღრმეში ჩასვლა არის შესაძლებელი ისე რომ სახლები არ დაინგრეს, უბრალოდ ის ძვირიჯდება. არა. თუ როგორ არის? მაშინ ეს უნდა ძალიან სერიოზული გამაგრებები, თანაც არის ზონები, როცა არ შეიძლება მოსახლეობაში შეცვლა. იქ როგორი გააკეთებ, მაშინ გამოდის რომ იმხელა სამუშაოები უნდა გასწიო, როცა მოპოვებას აზრი არ ექნება. ამიტომ იყო უპასუხისგებლოდ რა კი განუკითხაობა იყო, ხალხს სახკარი დაუნგრიეს, მერე კომპენსაციაზე დარბოდნენ წყლობით და ჩივილი და ეს იყო განუკითხაობის პერიოდში. იგივე განუკითხაობა არის შერჩენილი დღეს ჭიათურაში, აშკარა არის და ვიღაც ყაჩაღ უკრაინელს უნდა გადავაყოლოთ ჩვენ ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, სასწაულად კაი ხალხის ქალაქი, იმის ნაცვლად რომ ეს იყოს გამართული, კარგი ინფრასტრუქტურით დასაქმებული. არა, ეს არის საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში მთავრობის ნებართვა. თუ არ იქნა ეკონომიკის სამინისტრო, ამას არ გააკეთებს, ვერ გააკეთებს, უფლება არ ექნება. ყველაფერი კეთდება ძალიან კარგად, ყველაფრის გაკეთება შეიძლება შესანიშნავად, მაგრამ ამას უნდა პოლიტიკური ნება. რა კი აქამდე მიუშვეს საქმე, როგორ ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას არ ქონდა, რომ აქეთკენ მიდიოდა საქმე, რატო არ მიიღო თავის დროზე ღონისძიებები, სადაც სანამ აქამდე დამძიმნებოდა სიტუაცია. არ მიიღო, რატო? რაც მალე აიყრება ქართველი ამ ქვეყნიდან და მოდით უხეშად ვიტყვი, აახვევს საქართველოდან, მით უკეთესია, იმიტომ რომ ხელისუფლება ამ დავალების გამტარებელი არის. სამწუხაროდ დავაკვირდეთ პროცესებს, ნახოთ რა სადამდე მივა ეს საქმე, რა ვიცი, ჩვენ მეც შევეცდები, რომ ამ თემას აქტიურად ვადევნო ხოლმე თვალი, იმიტომ რომ ესეთი თემები დამეთანხმებით ალბათ ბატონ დემურ არის სარკესავით და მე რომ არ ვიცოდე ჭიათურის პრობლემები, არ ვიცოდე დეტალურად, ყველა სფერო ვიცი ჭიათურაში რა მდგომარეობა, მის მერე დიდად არაფერი არ გაუმჯობესებულა. თელი რაიონი ვიცი, იმიტომ ვლაპარაკობ მე ასე, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია არის სწორი პოლიტიკის გატარება, რომ შენ ჭიათურას დახურავ ხვალ ზეგ ის მოგინდება და იმას დახურავ, მერე იმას დახურავ და ეხლა უნივერსიტეტებს გააუქმებ, ერთ უნივერსიტეტში თსუ-ში შეუერთებ ამას და ქუთაისია თურმე მეორე
იქ ვითომ საერთაშორისო სიაბანდი უნივერსიტეტი რო არის იქ დანარჩენი ალბათ აკაკი წერეთლის და ესენი შეუერთდება ამას ხო ესე იგი ისე პოლიტექნიკური გააუქმეს იმის ნაცვლად რომ ძალიან კარგი უნივერსიტეტი გაეკეთებინა ტექნიკური არა გამონთავისუფლდება ბლომა შენობები მიაყიდია განათლება კიდევ უფრო უარესი იქნება იზორიას გაკეთებული დაგეგმილი საგანმანათლებლო კომისიის ნაშრომი არ გაიშვა უკანა კარში და ამნაირი პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო პოლიტიკის რეფორმა არ გაიშვა კიდევ უკანა კარში იმერულად გეტყვით აი ამს მდგომარეობა ქართველები იტანენ იმას რომ მას უნგრევენ ყველაფერს პირველ რიგში ამ ხელისუფლებამ ერთ-ერთი დიდი როლი შეასრულა განათლების გათახსირებაში 12 წელი LGBT პროპაგანდაში ვის ვატყუებთ კიდე გააკეთეთ ბატონებო ხო ხართ ხელისუფლებაში საუკეთესო განათლება ჭირდება ქართულ ახალგაზრდებს რო გავაკეთოთ არ შეიძლება აი კითხვა გვიპასუხოთ რა შეიძლება და რა აბა რა გინდათ 1,340,000 ქართველია დარჩენილი 8 წლის მერე ქართველები იქნებიან ეროვნულ უმცირესობაში და სეთურის ბრბოდ ქცეული ხალხი ხან ერთბელად შესტირის საავადმყოფოში და ხან მეორე არაფორმალურ ბელადს არიქა ესაა რომ გვიშველოთ უშველეთ საშველია ქვეყანა ჭიათურა კი არა მარტო მთელი ქვეყანაა საშველი ეხლა არ მითხრათ ეხლა ეკონომიკა ვითარდება და ქართველი ხალხი გარბის თავქუდმოგლეჯით ქვეყნიდან უპერსპექტივობის გამო ბოლო რამდენიმე წელია ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან აბა რისთვის გვინდა ეს სახელმწიფო რომ ბაზარმა არეგულიროს ხოლმე ერთმა ლაყე ლიბერალმა ეკონომისტმა მითხრა რომ რა მნიშვნელობა აქვს ქართველები იქნებიან თუ სხვა იქნებაო ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს გამიგეთ რაზეა ლაპარაკი აი ესა რეალობა შევეგუებით კი ბატონო მე არ შევეგუები და სანამ ცოცხალი ვიქნები ყოველთვის ძალიან კონსტრუქციული მაგრამ არაფერ პრობლემას არ დავმალავ ჩვენ კიდე გეუბნები დღედაღამზად ვარ რაიმე სახელმწიფო საქმე არაფერი თანამდებობა რა საჭიროა საქმის გაკეთება მიმეხმარო ვინმეს თუ რაიმეს გაკეთებას სურს არაფერი თქვენგან არ საერთოდ არაფერი არ მინდა თქვენი დანახვაც არ მინდა მაგრამ რა კი ხელისუფლებაში ხართ ყველაფერს გავაკეთებ რომ რაღაცით ხელი შეუწყო ამ საქმეს იმიტომ ეს ჩემი ქვეყანაა აღარ დარჩება არაფერი იმიტომ გვაქვს ჩვენ ეს პოდკასტი თორე რატო უნდა ვილაპარაკო მე ამ თემაზე გავაგზავნებ ჩემი წიგნების წერას და ის იქნება ამიტომ საშიში მდგომარეობა ყველგან ერთი და იგივე პროცესი მიდის ქართველებისთვის გაუსაძლისი გარემო იქნება და ქვეყნიდან გადიან იმიტომ რომ თავი გადაირჩინონ ვინ შექმნა ეს უპერსპექტივობა მე არ შემექმნია აბა ვინ შექმნა კითხვა რომელზეც თქვენ თვითონ გაეცით პასუხი